გიყვარდეთ ეკლესია და ენდეთ მას. ადამიანი არის ქრისტიანი, თეოლოგი და ეკლესიას არ ენდობა, ეს არის სრული ნონსენსი, გაუგებრობა. კითხეთ, წმინდა წერილი და წმინდა მანდელი. გქონდეთ მოძღვართან ურთიერთობა. შეიკრიბეთ ეპისკოპოსის გარშემო. ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ სათნოებას, რომლის გარეშეც ყველაფერი წყალში იქნება ჩაყრილი. ეს არის სიმდაბლე, თავდაბლობა. თავდაბალია ვერ იქნება ადამიანი, რომელიც წუწუნებს და არ მოსწონს არაფერი. ვერ იქნება ესეთი ადამიანი თავდაბალი. არ მოსწონს ეკლესიაში, არ მოსწონს ოჯახში, არ მოსწონს მეგობრებში, არ მოსწონს სახელმწიფოში, არ მოსწონს სამშობლოში. მარტო უარყოფით ხედავს. ესეთი ადამიანი არის ურჩი. თავდაბლობა ყველა პირველ რიგში ღვთის განგებულების და მიმორჩილებაში ვლინდება. დარჩით ჩვეულებრივ ადამიანები. თქვენი უბრალოებით, თქვენი იუმორით, თქვენი ჩვეულებრივ ადამიანური რეაქციებით. ანუ ის რომ ადამიანი განხთობის პროცესი იწყება ადამიანში და სხვა ქმნილებად უნდა გარდაისახოს, ის რაღაც უცხო პლანეტელით არ ხდება. აი სახარებას რო ვკითხულობთ, აღმოაჩენთ რომ მოციქულები და თავად ქრისტე ჩვეულებრივობას ავლენენ. ქრისტე ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ მასთან თანაშეზდილი ძმებიც კი ვერ ცნობდნენ მას, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდებოდა. გესმით? 30 წლის განმავლობაში იყავით ჩვეულებრივები, მაგრამ არა ცოდვის გამმართლებელი.